პროფესიონალი. განათლებული მოქალაქის გარეშე არ არსებობს ძლიერი ქვეყანა. ვისაუბროთ მნიშვნელოვანზე, რადგან ყველაფერი განათლებით იწყება. რადიო იმედის ეთერშია საუბრები განათლებაზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით უკვე დღის არხზე და გადაცემით საუბრები განათლებაზე. დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება 2025 წლის გამოცდები და პირდაპირ ეთერში გვერდება ნინო წერეთელი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და აქვე შეგახსენებთ, რომ საგამოცდო პროცესი დაიწყო 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით აბიტურიენტებმა ჩააბარეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა და დღეს უკვე პროცესს შეუერთდნენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები, როგორ მიმდინარეობს პროცესი ამის შესახებ ისაუბრებს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო ნინო და დიდი მადლობა. მოგესალმებით ქალბატონო თეიკო, პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ გვაძლევთ საშუალებას ჩვენს ერთგულ მსმენელს მივაწოდოთ ინფორმაცია. ქალბატონო ნინო, ახლა მიმდინარეობს ხო ამ წუთებში რეგისტრაცია მეორე სესიისათვის, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? აი ამ წუთას მე გახლავთ 157 სკოლაში, ძირითადად იცით თქვენ რომ აბიტურიენტებია უმეტესი ნაწილი რეგისტრაციის გასავლელად მოსული, მაგრამ ასევე ჩვენ დღევანდელ გამოცდაზე, როგორც თქვენ ბრძანეთ, დღეიდან დაიწყო და გამოცდის პროცესს შემოვართა მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. რეგისტრაციის პროცესი მიდის ძალიან მშვიდად. 3 ივლისიდან მოყოლებული დღემდე არ ყოფილა არანაირი გადაცდომა, ასე ვთქვათ, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე დაგვიანებას. რაზედაც მუდმივად ვსაუბრობთ, როგორც თქვენი საშუალებით, ასევე სატელევიზიო ეთერებით, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები მაინც არის. ერთეული, მაგრამ მაინც არის. ამიტომ თუნებას მომცემთ კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ყველა გამოსაცდელს, ვინც 23 ივლისის ჩათვლით მონაწილეობას იღებს გამოცდებში, რომ დროულად გამოცხადენ, დროულად გულისხმობ საგამოცდო ბარათზე მითითებულ რეგისტრაციის დაწყების დროს. ანუ გულისხმობთ პირველი სესია 8 საათი, როცა რეგისტრაცია იწყება და მეორე სესია 2 საათი, როცა აქაც რეგისტრაცია იწყება. ვთხოვ ყველას, რომ ამ დროს გამოცხადდნენ და მშვიდად წნარად გაიარონ როგორც რეგისტრაცია, ასე შემოწმება, ზედმეტი ნივთები დატოვონ, ამას ყველაფერს დრო ჭირდება. მშვიდად წნარად თავიანთ სექტორში შევიდნენ, დაჯდნენ და მოემზადონ გამოცდისთვის. მშვიდ კომფორტულ გარემოში. ანუ გაფრთხილება არის იგივე, რომ არ დაიგვიანონ და მოვიდნენ ბარათია. მუდმივად და ამიტომ მოუწოდებ. კი ბატონო, საგამოცდო ბარათში წერია, რომ რეგისტრაცია გრძელდება 1 საათი, მაგრამ ის დრო რაც საგამოცდო ბარათზე მითითებულია, ანუ თარიღი და დრო, ეს არის ზუსტად რეგისტრაციის დაწყების დრო და ვთხოვ ყველას, რომ აი ამ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში. ქალბატონო ნინო, თქვენ შეაფასეთ, რომ 7 ვითარებაში მიმდინარეობს ეს პროცესი და პარალელურად ვიცით, რომ ყოველი გამოცდის შემდეგ ქვეყნდება გამოყენებული ტესტი და გამოქვეყნებული არის უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი. ანუ აი როგორი არის შემდგომი პროცესები აბიტურიენტებმა რომ იცოდნენ? გამოცდის დამთავრების შემდგომ რა იგულისხმება? ქართული ენა და ლიტერატურა ისიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 3 და 4 ივლისის შესაბამისად. 5 ივლისს უკვე დაიდო ყველა ვარიანტის ტესტი, რაც იყო გამოცდაზე შეტანილი. აი ასე გავაგრძელებთ შემდგომშიაც, ესე იგი სრულად მაგალითად დღეს გუშინ მიმდინარეობს უცხო ენებში გამოცდები და ბუნებრივია დასრულდება დღეს ამითი და ხვალ დაიდება უკვე შესაბამისი ტესტები. რაც გამოცდილებს ედოთ წინ სამუშაოდ. ამის შემდგომ რა თქმა უნდა იწყებენ გამსწორებლები მუშაობას. ქართული ენა და ლიტერატურაში უკვე დაწყებულია გასწორება, გუშინდლიდან დაიწყო. ოღონდ თქვენ იცით, რომ ქართული ენა არის ზუსტად ის საგანი, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის 39,000-ზე მეტი აბიტურიენტი იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია ეს პროცესი გაცილებით დიდ დროს მოითხოვს გასწორების თვალსაზრისით. გასწორების დასრულების შემდგომ უკვე თითოეული აბიტურიენტი ნახავს თავის პირად
ფანჯარაში, მოდით ასე ვთქვათ, ელექტრონულ პლატფორმაზე ნახავს როგორც ტესტს, ასევე თავის ნამუშევარს, ასევე შეფასების სქემას და რა თქმა უნდა ქულასაც. კი ბატონო და რის შემდეგაც პირველადი შედეგების შემდეგ უკვე დაიწყება აპელაციის პროცესი. რა თქმა უნდა, მაგრამ აქაც შევამაკ, მაგრამ შეიძლება ცოტა ნაადრევია, მაგრამ მე მაგ იმედი ხალბატონ თეიკო რომ თქვენ კვლავ მოგცემთ საშუალებას რომ მიმართოთ ჩვენს აბიტურიენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად შეხედონ შეფასების სქემასაც, თავიანთ ნამუშევარსაც და იცით თქვენ რომ ნაწილ შეუძლიათ და არამთლიანი ტესტის გასაჩივრება, აქ იმის საშუალებად რომ კონკრეტული ის საკითხი გასაჩივრონ, სადაც თვლიან რომ შეიძლებოდა უფრო მაღალი ქულა დაწერილიყო. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე უსვამ ამას ხაზს, გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც შეიძლება აპელაციის შემდგომ ქულაც კი დააკვდეს, ან დარჩეს იგივე, ან მოემატოს. ისე რომ ძალიან პასუხისგებლობით მოეკიდონ ამ აპელაციაზე განაცხადის შემოტანის საკითხს. და კიდევ ერთი კითხვა, შეიძლება ეს ნაადრევი არის, მაგრამ მაინც აინტერესებთ აბიტურიენტებს პროგრამების ცვლილებასთან დაკავშირებით. თქვენ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყავით წინა სამშაბათს, მაშინაც ვისაუბრეთ, მაგრამ გონია რომ კიდევ ერთხელ თუ გავუმეორებთ, რომ კიდოდემდე ექნებათ მათ შესაძლებლობა შეცვალონ, დაამატონ, იმიტომ რომ ხშირია ხოლმე კითხვა შემილია, რომ ადგილი გამოუცვალო, დავამატო ან დავაკლო, აი რა ტიპის ცვლილებები შეიძლება რომ შეიტანოს აბიტურიენტებმა საკუთარ ჩამონათვალში? საკუთარ ჩამონათვალში შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ მუდმივად. ეს არის ერთადერთი ფანჯარა რეგისტრაციის პროცესის, რომელიც მუდმივად ღია არის. პროცესი დასრულდება აგვისტოს შუა რიცხვებში, კონკრეტულად რა თქმა უნდა თარიღისგმა ახლა გაგვიჭირდება, მაგრამ ეს გახლავთ აპელაციის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში. შესაბამისად, მე ვურჩევ აბიტურიენტებს, რომ კარგად გადახედონ თავიანთ ნამუშევარზე დაგროვილ ქულებს, ასევე კონკურსებს, სად რომელ პროგრამაზე როგორი კონკურსი მიდის და თავისი ქულებიდან გამომდინარე სწორად შეაფასოს და დაალაგოს იმ დაგვარად, როგორც ფიქრობს, რომ კონკურსში გაიმარჯვებს. ეხლა ამას რატო უსვავ ხაზს? რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ როგორც თავიდან ბოლომდე გადაადგილება, მეათე რაც ეწერათ პირველი აიტანონ და ასე შემდეგ. ასევე შეუძლიათ რომელიმე პროგრამის ამოღება და ასევე შეუძლიათ პროგრამების დამატება. ერთადერთი რაზეც ყოველთვის ხაზს უსვავ და აქაც თუ ყურადღებით მოეკიდებიან ამ საკითხს, მათთვის იქნება უკეთესი, არ არიან შეზღუდული არჩევანის რაოდენობაში. შესაბამისად ეს შესაძლებლობაც გამოიყენონ და შემოხაზონ ყველა ის პროგრამა, რომელიც შეესაბამება მათ მიერ არჩევითი სავალდებულო საგნიდან ჩაბარებულ საგანს. ანუ თუ მათემატიკა აქვს ჩაბარებული, ყველა ის პროგრამა შემოხაზონ, სადაც მათემატიკა ბარდება. მე ამას ურჩევდი. და ქალბატონ ნინო, დიდი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციის მოწოდებისათვის, მაგრამ ჩვენი საუბრის ბოლოს აი ამ ეტაპისათვის ყველაზე აქტუალური გაფრთხილება და რატომღაც ეჭვი მაქვს, ვიცი კიდევ საგამოსთო ბალადზე გვექნება ისევ და ისევ საუბარი, რომ დაგვიანებასთან დაკავშირებით. ალბათ ეს არის, ხო, ამ ეტაპისათვის ყველაზე საკითხი. თარიღი, საგამოსთო ბალადზე, უკვე თავიანთი, მოდი ასე ვთქვათ, საგამოსთო ცენტრი ყველა მიცის, მე ვგულისხმობ აბიტურიენტებს, იმიტომ რომ როგორც წესი ტრადიციულად ასე ვაკეთებ. თუ რომელ საგამოსთო ცენტრშიაც მივიდა პირველ გამოცდაზე, აი ასე ყველა საგნის გამოსცა იმ საგამოსთო ცენტრში ჩაუტარდება. შესაბამისად, მათ უკვე იციან ადგილმდებარეობა, სახელწოდება და მისამართი, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია თარიღს, სესიას, რეგისტრაციის დაწყების დროს მიაქციონ ყურადღება და ზუსტად რეგისტრაციის დაწყების დროს გამოცხადდნენ. დანარჩენს ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კომფორტული, მშვიდი გარემო დახვდეთ, რათა ბოლომდე დაადასტურონ თავისი 12 წლის განმავლობაში და განმავლობაში დაგროვილი ცოდნა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნინო წერეთელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი
დირექტორი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში და მან დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ახლას გამოცდები. შეგახსენებთ, რომ გამოცდები დაიწყო 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით და აბიტურიენტები აბალებდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას. 3 და 4 ივლისი იყო ეს თარიღები, რომელიც განკუთვნილი იყო ამ საგნისთვის, რის შემდეგაც უკვე გამოქვეყნდა გამოყენებული ტესტები. დღეს კი მიმდინარეობს უცხოური ენების გამოცდა აბიტურიენტებისათვის და ასევე მიმდინარეობდა პირველ სესიაზე პროფესიული უნარების გამოცდა მასწავლებლობის მსურველებისათვის და პირველი სესიის სტატისტიკა ასეთი არის, რომ უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე გამოცხადდა 95%-მდე აბიტურიენტი, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე გამოცხადდა 86%-მდე გამოსაცდელი და დაიგვიანა 3 აბიტურიენტმა, ასე რომ ცენტრის დირექტორის გაფრთხილება, რომ ყურადღებით გაესწრონ ბარათზე დატანილ ინფორმაციას და არ დაიგვიანონ ისევ და ისევ აქტუალურია. ეს იყო გადაცემა საუბრები განათლებაზე. გამშვიდობებით ერთი კვირით და ჩვენ ზუსტად მომავალ სამშაბათს შევხვდებით ერთმანეთს.